განვითარების სკოლის ტრენერი ამ ეტაპს პროექტის ფარგლებში მირანდა მესხი. 2015 წელს იყო ამ პროექტის პილოტი განხორციელდა 10 მუნიციპალიტეტში და საკმაოდ კარგი შედეგი დასრულდა. შესაბამისად 2016-ში გაორმაგდა და 20 მუნიციპალიტეტში არის საარჩევნო განვითარების სკოლა გახსნილი. დაახლოებით 680-მდე ახალგაზრდა გაივლის ამ სასწავლო კურსს. 46 ტრენერი გადაამზადა CSCOM და საარჩევნო სისტემების რეფორმების განვითარებისა და სწავლების ცენტრმა. ერთ-ერთი გახლავართ მე. სამეგრელოს რეგიონში 3 ადგილას, ანუ ფოთში, ზუგდიდში და სენაკში არის ეს საარჩევნო სკოლები გახსნილი. 10 დღიანი ვადა არის სწავლების, 2 კვირიანი, შაბათი კვირა ვისვენებთ, 9 საათიანი ლანჩ შესვენებით და შესაბამისად არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც გამოიწვევს ახალგაზრდებში დიდ ინტერესს, მოახდენს არჩევნების პოპულარიზებას, შესაბამისად მათი მოტივაციის ამაღლებას და ჩართულობას საარჩევნო საქმეების განვითარების პროცესში და ძალიან დიდი მისია გვაქვს. ამ ეტაპზე არის ესე მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტი, მაგრამ ჩვენი მისია ის არის და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც მისდევ დასახულია, რომ ამ საარჩევნო სკოლებს მუდმივი სტატუსი მიეცეს და როგორც საგანმანათლებლო ცენტრები ისე ჩამოყალიბდეს მუნიციპალიტეტებში. ანუ ჩვენი გრძელვადიანი მიზანი სწორედ ეს არის და ნახოთ როგორ შედეგს გამოიღებს ახლა ეს სკოლა. ყოველ შემთხვევაში დაინტერესება თქვენ თვითონ ხედავთ, რომ ძალიან მაღალია. თავი მიზანი რა არის ამ სკოლის? თავი მიზანი არის ეს სწორედ რომ გავზარდოთ მათი ჩართულობა ზოგადად საზოგადოებრივ პროცესებში და საარჩევნო პროცესების განვითარებაში.